მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთასანიგვიდე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. თავდაცვის მინისტრი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი? ეს მისაღებია პირველ რიგში ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე. ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რაც მიაღწია კოაბიტაციურმა დელეგაციამ. პირდაპირი ჩართვა სტრასბურგიდან რამდენიმე წუთში. საკითხი დევნილების სახლში დაბრუნებასთან და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით არის ისევ აქტუალური. პირველად გაჩნდა რეზოლუციაში ის, რაც არ ყოფილა მანამდე და რაც ჩვენი შეთავაზება იყო 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილი. დავოსი 2013 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა. შიდა დაპირისპირება თუ ერთობლივი გადაწყვეტილება. ირაკლი ალასანია საქართველოს ვიცე-პრემიერი აღარ არის. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. თავდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. ამავეს ამბობენ მისი თანაგუნდელები. თუმცა გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა ალასანიას გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც მან საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ პრემიერთან გამართული მძიმე საუბარი ახსენა. კოალიციაში რღვევა დაიწყო, ასეთია უმცირესობის შეფასება. ექსპერტები კი აქცენტს იმ აზრთა სხვადასხვაობაზე აკეთებენ, რომელიც სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებობს. ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზე განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ 24 ბრძანებაში განმარტებული არ არის, რატომ აღარ სურს პრემიერ-მინისტრს საკუთარ მოადგილედ ირაკლი ალასანია. ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე ყოფილი ვიცე-პრემიერი დიპლომატიური წარსულის გათვალისწინებით საუბრობს. მე არ მინდა ვინმე არასწორი დასკვნები გააკეთოს, არაიმე ასე თქვა ინსინუაციები. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში, ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია და ჩემი აზრით ეს მისაღებია პირველ რიგში ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე. ამის მიუხედავად საზოგადოების ნაწილი ალასანიას გათავისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის მოდელთან დაკავშირებით მის განსხვავებულ შეხედულებას უკავშირებს და გადაცემა აქცენტებში თავდაცვის მინისტრის განცხადებას იხსენებს. ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი ვქონდა პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. ვიცე-პრემიერის გათავისუფლების ოფიციალურ ვერსიას იზიარებენ მთავრობის წევრებიც. ეს არის თავდაცვის მინისტრი და ჩემის აზრით ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ჯარი დაემსგავსოს ჯარს. ეს არ არის გუშინ მომხდარი ამბავი და მე როგორც ვიცი, მასსა და ბატონ პრემიერს შორის შედგა შეთანხმება, რომის გათავისუფლებულიყო იმ დამატებითი ტვირთისგან, რასაც დღევანდელ ქვეყანაში ვიცე-პრემიერობა წარმოადგენს. მართველი გუნდის ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება უშლილდეს ხელს ჯარის აღმშენებლობას ვიცე-პრემიერობა. დავით დარჩიაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც მისი აზრით ვიცე-პრემიერის პოსტი ვაკანტური გახადა. საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომავალზე და ჩანს კანდიდატებზეც ვერ თანხმდებიან უმრავლესობის ფარგლებში და აქ არის წყალგამყოფი ივანიშვილ ალასანიას შორის. და მეორეს მხრივ არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიასთვის, რომელიც დღენიადაგ იმეორებდა ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობაზე, იყოს დისკომფორტის შემქმნელი ივანიშვილისეული განცხადებები ერევანში. კოალიციაში წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძეც. იგი ალასანიას სურვილს საქართველოს საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩენის შესახებ არ იზიარებს. თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ დღესაც, რომ საქართველოსთვის ყველაზე უფრო კარგი იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი, სადაც იქნება ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ძლიერი საპარლამენტო კონტროლი. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის მოდელზე რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ექსპერტი ასე ხსნის. აი, საპრეზიდენტო კანდიდატი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში რესპუბლიკელებს ნაკლებად ხავს, ხო? ალასანია აშკარად არის ეს კანდიდატი და შეიძლება აქედან გამომდინარეც არის ეს დაპირისპირება. როგორი იქნება საქართველოს სახელმწიფო წყობის მოდელი, ამაზე სამუშაოდ კანონმდებლების ინფორმაციით თებერვალში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.
და ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დავოსში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ალასანია დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც აი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ჩვენ ამ კომენტარს მიღებისთანავე რამდენიმე წუთში გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. მანამდე კი სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებულ ახალ რეზოლუციაში რამდენიმე შესწორება შევიდა. პირველი დოკუმენტში ისევ მოხვდა ტერმინი ოკუპირებული, მეორე იძულებით გადაადგილებულ ყველაფერს აქვს სახლებში დაბრუნების უფლება და მესამე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს. რეზოლუციის მიღებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. რუსული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცებულია. შვედი დეპუტატის ტინა აკეტოპის მომზადებული რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ სხდომაზე მწვავე დებატების შემდეგ მიიღო. იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების პროცესი დაიწყოს, ნდობა უნდა აღდგეს. დაბრუნება არ არის არჩევანი, დაბრუნება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებაა. თუმცა მათი სახლკარით უზრუნველყოფა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. მთავრობის სტრატეგია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით პრობლემის ეფექტურად მოგვარებას უწყობს ხელს. ასობით ადამიანს სახლში დაბრუნება არ შეუძლია. მათი სახლები ოკუპირებულია. ამ ადამიანებს საკუთარი სახლების და იმ ადგილების მონახულებაც კი არ შეუძლიათ, სადაც გაიზარდნენ. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციაა. როდესაც ვლაპარაკობთ ტერმინ ოკუპაციაზე, ეს არ არის უბრალოდ ტერმინი. მასში იგულისხმებიან ადამიანები და მათი ტრაგედია. ეს არიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არც ახსოვთ თავიანთი წარმომავლობა და სახლები, რომლებიც მათ მშობლებს ეკუთვნოდათ. 4 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროსაბჭო ამ საკითხს განიხილავს. მე მახსოვს ამ დარბაზში ქართველი პოლიტიკოსის გამოსვლა, რომელმაც თქვა, მე ვარ ქართველი ბაშასა და მე ვარ ევროპელი. დღეს ეს 500,000 ევროპელი იძულებით გადაადგილებული პირია. ეს ადამიანები ვერ ჩადიან საკუთარ სახლებში. ვითარება უნდა შეიცვალოს და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მათი იძულებით გადაადგილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაა. ომი რუსეთსა და საქართველოს შორის არ ყოფილა, საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს და სამხრეთ ოსეთი იძულებული გახდა თავი დაეცვა. არ არსებობს არანაირი ოკუპაცია, არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი მათ სუვერენიტეტს აღიარებს. მე ბოლო წლებში რამდენჯერმე ვიყავი აფხაზეთსა და ოსეთში. ამ ადამიანებს არ სურთ ქართველებთან ერთად ცხოვრება. საბჭოთა კავშირის მიერ თავს მოხვეული ერთობა დარღვეულია. აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება, სანამ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. არანაირ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს და საუბარს ურთიერთობების დარეგულირებაზე აზრი არ აქვს. რუსეთ-საქართველოს ომიდან 4 წლის შემდეგ ჰუმანიტარული მდგომარეობა და ომის შემდგომი შედეგები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ნათქვამია რეზოლუციაში. საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსული დეპუტატების დიდი ნაწილის აზრით, დღემდე ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში არსებული მდგომარეობა ძალზედ საგანგაშოა და სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეზოლუციის ტექსტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხაზგასმულად ქართულ ტერიტორიებად მოიხსენიება, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ოკუპაციის საკითხზე ძალიან პრინციპული პოზიცია იყო და ასევე იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია, შესვლა მომხსენებლების და ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ყველაზე პრინციპული ცვლილებების დევნილებთან დაკავშირებული, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ცვლილებების გატანა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ჩემს აზრით, პირველად გაჩნდა რეზოლუციაში ის, რაც არ ყოფილა მანამდე და რაც ჩვენი შეთავაზება იყო 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებების შესრულება. დღევანდელი დღე არის იმის დადასტურება, რომ ევროსაბჭოსთვის 4 წლის შემდეგ ომიდან საკითხი დევნილების სახლში დაბრუნებასთან და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით არის ისევ აქტუალური. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღევანდელ რეზოლუციაში მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს უზრუნველყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობა კონფლიქტის ზონის მთელ ტერიტორიაზე. ასევე შესრულდეს ევროსაბჭოს მიერ მიღებული 2 წინა რეზოლუცია და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს საშუალება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე. ასამბლეამ ასევე მიმართა ევროპის ადამიანთა უფლება და სასამართლოს დააჩქაროს საქმის წარმოება საქართველოს სარჩელზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
Ну, мы спокойно относимся к... რუსული მხარე რეზოლუციას მშვიდად შეხვდა. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული სიტუაციის შესწავლა უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, არ მომეწონა განცხადება იმის შესახებ, რომ მომხსენებელს სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება არ მისცეს. მას შეეძლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან შესულიყო. მაგრამ თუ მისთვის გადამწყვეტი ოსეთში საქართველოსთან შესვლა იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ამ საკითხის პოლიტიზირება თავად მოახდინა. რეზოლუციით კმაყოფილია ქართული მხარე, თუმცა ჩვენ საკუთარ პოზიციებს არ ვცვლით. დოკუმენტებსა და სამხრეთ oseti და აფხაზეთის საქართველოს ნაცვლად არის მოხსენიებული, ჩვენ მხარს არ დაუჭერთ. Территории Грузии, то тогда зачем она говорит о... დღევანდელი დებატებითა და რეზოლუციით კმაყოფილია მოხსენების ავტორი ტინა აკეტოფი. დებატები იმდენად კარგად წარიმართა, რომ გაკვირვებულიც კი ვარ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ადამიანები განხილვაში ჩაერთნენ. ეს იყო ამ ასამბლეის შანსი მოეხდინათ ცვლილება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებაში. რაც შეეხება რუსეთს, ჩემი მიზანი არ ყოფილა რუსეთის ან საქართველოს გულის მოგება. ჩემი არჩევანი იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაა. ქართული დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობისას უმრავლესობამ და უმცირესობამ კოაბიტაციის ნათელი მაგალითი აჩვენა. და სტრასბურგიდან ახლა ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს დეპუტატი ირაკლი ჩიქოვას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პირველ რიგში კმაყოფილი ხარ თუ არა თქვენ და მთელი ქართული დელეგაცია მიღებული რეზოლუციით და რითი გასხოვდება ეს დოკუმენტი წინა წლების რეზოლუციებისგან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რეზოლუცია, რომელიც დღეს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, არის ძალიან კარგი რეზოლუცია, რომელიც ზუსტად ასახავს იმ პრობლემებს და იმ ვითარებას, რა ვითარებაში დღეს ჯაგდებულები არიან ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირები და ტოვილები და რომელიც გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით. მნიშვნელოვანი საკითხები, რაც იქნა გათვალისწინებული, ეს არის უმთავრესად ის საკითხი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს უფლება გააკონტროლოს ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიაზე. მე ხაზი მინდა გავუსვა, აქ საუბარი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზუსტად ამ კონტექსტში არის ნახმარი ეს სიტყვა. მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და აღნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს და დევნილს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამის ეს საკითხი რეალურად ასახავს იმ პრობლემას, რა პრობლემაც ჩვენ გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მესამე საკითხი, რაზეც ასევე იყო თქვენ სიუჟეტში საუბარი, ეს არის ის, რომ აქამდე ამ ხასიათის რეზოლუციაში, ან ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში არასოდეს ყოფილა საუბარი, რომ ან კიდევ მოთხოვნა, რომ შესრულებულიყო ის შეთანხმება, რომელსაც ხელი შეუწყო ევროკავშირმა თავის დროზე და როგორც საზოგადოებაში ცნობილია 6 პუნქტიანი შეთანხმება. ამ შეთანხმების შესრულების პირდაპირ მოთხოვნა დევს დღეს ამ რეზოლუციაში. ბატონო ირაკლი, გქონდათ თუ არა ქართულ დელეგაციას სხვა შენიშვნებიც, რომლებიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ამ რეზოლუციაში? მე რამდენადაც ვიცი, იყო რამდენიმე კიდევ მოთხოვნა, რომელიც ცვლილებათა პროექტში იყო წინასწარ წარდგენილი. თუ არის კონკრეტულად თქვენთვის რა მიზეზი არის ცნობილი, რატომ არ მოხდა ყველა დანარჩენი შენიშვნის გათვალისწინება საპარლამენტო ასამბლეაზე? მე გეტყვით, რომ სამუშაო პროცესში, ვიდრე საპარლამენტო ასამბლეა განიხილავდა ამ რეზოლუციას, განიხილა მიგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხთა კომიტეტმა, ჩვენ ამ კომიტეტში ქონდა რამდენიმე შესწორება წარდგენილი, ეს იყო მოლაპარაკებების პროცესი, ეს საკითხები ძირითადად იმეორებდა იმ ლეიტმოტივს და იმ შინაარსს, რა შინაარსიც ეხლა უკვე არის გათვალისწინებული ამ რეზოლუციაში, ასე რომ მე ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში შედეგი არის მიღწეული და ის სხვა დანარჩენი შესწორებებიც, რომლებიც ჩვენ მოხსენით შემდეგ მოლაპარაკებების პერიოდში, განპირობებული იყო იმით, რომ ეს შენიშვნები და ეს შესწორებები ჩვენის მხრიდან იქნა გათვალისწინებული. თქვენ ახსენეთ, რომ კმაყოფილი ხართ ამ რეზოლუციით. საინტერესოა, ქართულ დელეგაციაში დღეს შედიან ასევე უმცირესობის წარმომადგენლებიც, იზიარებენ თუ არა თქვენს პოზიციას ისინიც? ნამდვილად ის პოზიცია, დადებითი პოზიცია აქვს როგორც უმრავლესობის, ასე უმცირესობის წარმომადგენლებს. მე ასევე მინდა განვაცხადო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა საუბრებშიც, ჩვენი შესწორებები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ როგორც საკომიტეტო მოსმენის პერიოდში, ასევე საპარლამენტო ასამბლეაზე, იყო ინიცირებული როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებით. ეს ინიციატივები ყველა, აბსოლუტურად ყველა ინიციატივა იყო ერთობლივად ინიცირებული. ამაში მონაწილეობდნენ უმრავლესობის მხრიდან მე, ქალბატონი თინა, ბატონი ლევანი და ასევე უმცირესობის მხრიდანაც ასევე 3 დეპუტატი. და კიდევ ერთი შეკითხვა, ბატონო ირაკლი, როგორც კულუარულად ხდება ცნობილი, ხვალ დაგეგმილი არის არაფორმალური შეხვედრა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ თედო ჯაფარიძესა და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელ ალექსეი პუშკოვს შორის. თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ინფორმაცია?
სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზი არის, რის გამოც ჩართვა გაწყდა სტრასბურგიდან. მე შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს სტრასბურგიდან. და დღის სხვა მთავარი თემები: დავით ბაქრაძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ხელისუფლებას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მიზეზად ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის ორი წევრის დეპუტატების ტარია ლონდარიძისა და კახაბერ ბუცხრიკიძის დაკითხვაზე დაბარებას ასახელებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ვარაუდით პროკურატურაში გამოძახება იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას უკავშირდება, რომლებსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ადასტურებენ თავად დეპუტატებიც, რომლებიც წლების წინ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით მათი გამოძახება ბაჩუ ახალაიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. პრეცედენტებთან დაკავშირებით უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ 2 წლის თავისუფლების საქმე და იქ სადაც ძლდება პირდაპირ ზეწოლა პარლამენტის წევრებზე საპარლამენტო უმცირესობიდან, კერძოდ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებულია კიდევ 2 დეპუტატი უმცირესობიდან, ეს გახლავთ ბატონები ლონდარიძე და ბუცხრიკიძე. არც ერთი დეპუტატი უმცირესობიდან არ გაურბის კითხვაზე პასუხისგაცემას. მაგრამ დაცული უნდა იყოს პროცედურა, დაცული უნდა იყოს კანონი და რაც მთავარია, ამ ყველაფერმა არ უნდა მიიღოს პოლიტიკური დაშინების კამპანიის სახე იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღემდე მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს. დიახ, გუშინ დამირეკეს შენუსწავლე, მისულიყავი. როგორც მოწმის სახე დამიბარეს დაროჩ. შეიძლება დამიტოვოს. მე მგონი ალბათ ბაჩუ ახალაიას საკუთრებულად. პარლამენტის უმცირესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. დეპუტატების დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურაში აქედან გამომდინარე ჩვენ თავს ვიკავებთ. ახალი კამპანია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის შეთავაზებების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საუბარია მთავრობისთვის შეთავაზებულ ფინანსურ ამნისტიასა და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. კამპანიასთან ერთვის ყოფილი მაღალჩინოსნების ყოველდღიური გამოსვლები, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშოა. თუმცა უცნობია, რა მონაცემებს ეყრდნობა არჩევნებში დამარცხებული გუნდი. 2012 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების სრული სტატისტიკა ჯერ არ არსებობს. რა ფარულ ინტერესებს ხედავს მთავრობა? ბექა ბარამიძე დეტალებით. რა ვიცარი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში. პრემიერობისას უარყოფილი სტატისტიკა მანო მერაბიშვილს მოქმედი მთავრობის კრიტიკისთვის დასჭირდა. შეფასებითი კრიტერიუმით მხოლოდ არაოფიციალურით ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი დღეს ეკონომიკური რეგრესის წარმოსახვას ცდილობს. მაშინაც იანვარშიც ისეთივე არასახარბო მდგომარეობა სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკაში, როგორც იყო ბოლოს 3 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ბოლოს 3 თვეში მკვეთრად გაუარესდა ყველა მაჩვენებელი. გაუარესდა მაჩვენებლები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით, ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით, დღეს ბრუნვებთან დაკავშირებით, დეპოზიტებისა და კრედიტებთან დაკავშირებით. რუსთავი 2-ის ეთერში მერაბიშვილს ფინანსური კოლაფსის ალბათობაზე საუბარი უოპონენტოდ მოუწია. ფინანსთა მინისტრის გარეშე ყოფილი პრემიერი თამამად ამტკიცებდა, რომ 8%-იანი ზრდის ტემპი ეკონომიკურმა კრიზისმა შეცვალა და საინვესტიციო აქტივობაც შეჩერდა. მისივე თქმით 2011 წელს გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა, ხოლო 2 წლის ანალოგიური პერიოდის შედარება მაჩვენა, რომ იმპორტმაც იკლო. ბოლოს 3 თვე გვაძლევ ჩვენ განგაშის საფუძველს და ამიტომ მე ვთვლი, რომ მთავრობის ვალია, რომ საგანგებო ზომები მიიღოს, რათა ის რაც დაწყებულია ბოლოს 3 თვის განმავლობაში არ გაღრმავდეს. ერთადერთი ოფიციალური მაჩვენებელი, რომელსაც ყოფილი პრემიერი დაეყრდნოს სავაჭრო ბალანსის მონაცემებია. თუ რით ხელმძღვანელობდა ის სხვა მტკიცებულებებში სტატისტიკის ეროვნული ბიურო ვერ ხვდება. გასული წლის ოფიციალური სტატისტიკური სურათი მხოლოდ 2 თვეში გამოქვეყნდება. ერთი თვის მონაცემის საფუძველზე ცოტა რთულია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, ამისთვის აუცილებელი არის, რომ ჩვენ იანვრის მონაცემებს დაველოდოთ. იმას, რომ ფინანსური კრიზისის ნიშნები ქვეყანაში არ არსებობს, ნოდარხადური ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლებით და გაწეული ხარჯებით ხსნის. არანაირი პრობლემა საქართველოს ეკონომიკაში არ არის, არანაირი კრიზისის წინამდელი პროცესები ქვეყანაში არ შეინიშნება, მცირე და საშუალო ბიზნესში არის გააქტიურებული აქტივობა, არის ზრდა აშკარა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2013 წლის განმავლობაში დაგეგმილი 6%-იანი ზრდა იქნება მინიმუმ მიღწეული თუ გადაჭარბებული არა. ვანო მერაბიშვილის კრიტიკული რიტორიკის ფონზე ყოფილი მმართველი გუნდის საბოლოო მიზანიც იკვეთება. ეგრეთ წოდებული კრიზისის დაძლევის საბაბით ყოფილ პრემიერს ფინანსური ამნისტიის პრეზიდენტისეული ინიციატივის დამტკიცება სურს. $1 მილიარდზე მეტი საგადასახადო დავალიანების ანულირების მოთხოვნით ნაცმოძრაობა კამპანიას იწყებს.
არანაირი ამნისტია ფინანსური არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ეს არის ჯინის გამოშვება ბოთლიდან, რომელიც საკმაოდ მძიმედ შემოუტრიალდება ხოლმე ყველა იმ ქვეყანას, სადაც ასეთი კანონმდებლობა არსებობს. წინასწარულად ცნობილია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე საპარლამენტო უმრავლესობა ფინანსური ამნისტიის იდეას არ დაეთანხმება. ასეთივე პოზიცია აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ეკონომიკურ ამნისტიასთან ერთად გაცხადებულ მეორე ინიციატივას, აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ დანაშაულებათა დეკრიმინალიზაციის იდეით კოალიცია ქართულმა ოცნებამ იმჟამიდელ მინისტრთა კაბინეტს ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიმართა. იმ დროს ეს ინიციატივა 50,000 ლარზე ნაკლები ოდენობის სამართალდარღვევაზე სისხლის სამართლებრივი დევნის მოხსნას გულისხმობდა. ოპოზიციის შეთავაზება ზაფხულში პრემიერმა მერაბიშვილმა კატეგორიულად უარყო. იმ დროს არგუმენტად დასახელდა საგადასახადო ადმინისტრირების სიმკაცრე. მთავრობა მაშინ განაცხადა, რომ ვერ დაუშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ გადამხდელები მიჩვეოდნენ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას. და ამ მიზნითაც სწორედ მათ უარი განუცხადეს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების ინიციატივას. თუმცა დღესდღეობით პოზიციები უკვე შეცვლილია. ამ შემთხვევაში თავისმართლება უკვე ყოფილ ხელისუფლებას უწევს. თუმცა არსებობს ამ ინიციატივის ახსნის მიზეზებიც. ეს წინადადებები ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობდნენ ასეულობით მილიონ ლარს, არ იხდიდნენ გადასახადებს, დღეს პრეზიდენტს უნდა სხვა, ასე ვთქვათ, საბურველ ქვეშ, ვითომ ბიზნესის ზრუნვის საბურველ ქვეშ, ამ კომპანიებს მოუხსნას ეს ვალდებულებები. ჩვენ თავისთავად ცხადია, ჩვენს საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება რა მიზანს ემსახურება ეს ინიციატივა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ იმას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი მიითვისეს და გადასახადი არ გადაიხადეს, მათ ყველაფერი ვაპატიოთ. როგორც ჩანს, პოლემიკა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, როგორც ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, სავარაუდო კრიზისთან დაკავშირებით, ისე უკვე ეკონომიკურ ამნისტიასთან და ეკონომიკურ დანაშაულებათა დეკრიმინალიზაციის თემაზე მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მათი შეფასებები კიდევ უფრო მწვავე გახდება. მადლობთ ბექა, პრეზიდენტის ინიციატივების მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია და მთავრობის პასუხი. ბექა ბარამიძე საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში. ქართულ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბანკის ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ბრძანების გაუქმებას მოითხოვს, მათ შორისაა ის ბრძანებულებაც, რომლითაც გაკოტრების შემთხვევაში ქართულ კრედიტორებს ბანკში ჩადებულ ქონებას უკან სიმბოლურ ფასად უბრუნებდა. საქმე უკვე საქალაქო სასამართლოშია, თუმცა მოსარჩელი მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს. ეს სქემა მთლიანად პრეზიდენტის მონაწილეობით არის შექმნილი და განხორციელებული. ბანკი ქართულს პრეზიდენტი ბანკის გაკოტრებაში ქვეყნის პრეზიდენტს ადანაშაულებს, სქემა, რომელზეც ნოდარ ჯავახიშვილი ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა, ცოტა ხნის წინ ძიებამ ოფიციალურად დაადასტურა. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სქემის გაშიფვრის შემდეგ ქართულ ბანკის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ბიზნესმენი და მაღალჩინოსანი დაკითხეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ისაკაძეა. მან გამოძიებასთან ითანამშრომლა. პირველად ვიყავი დღეს გამოძიებაზე და ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში მზად ვარ გავაგრძელო მომასვლო. გამოძიებამ ქართულს გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წაუყენა, მათ შორის შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროს ჯაბა ებანოიძეს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მეცხრე არხის შეკითხვას ქართულს გაკოტრების სქემაზე ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ ზურაბ ადეიშვილის საქმიანობის შეფასებით უპასუხა. ადეიშვილი ერთადერთია, ვისაც სასამართლო პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. რაღაცეები ალბათ გადაცდომები იყო ნამდვილად, მე ამას თავს ვერ დავდებ და როცა ვინც არ მუშაობს ის შეცდომას არ უშევს, ვინც არ აკეთებს ის იმას ვერაფერს ვერ წამოაძახებ, მაგრამ ეხლა კორუფციაზე წამოძახება ცოტა არ იყოს, უბრალოდ უსინდისობა იქნება და მე ვიცი ეს სიტუაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქართულ ბანკის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსამართლემ მოსარჩელი მხარის მოთხოვნა დღეს არ განიხილა და საქმეში მესამე მხარის ეკონომიკის სამინისტროს ჩართვა მოითხოვა.
დღეს იყო პირველი სხდომა სასამართლომ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ მაქსიმალურად გაეწელა პროცესის მიმდინარეობა, რადგანაც ჩართო მესამე პირებად ეკონომიკის სამინისტრო და მოითხოვა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართვა, რომელთაც რეალურად გადაეცათ ეს ქონება საკუთრებაში. ხას უსმევ, რომ ქონება გადაეცათ ერთ ლარად, სასაცილო ფასად, იმთავითვე გასაგებია ამ გარიგების შინაარსი, მისი კანონსაწინააღმდეგო და მართლსაწინააღმდეგო ფორმა. ბანკის იურისტი დავით მათიკაშვილი კი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას უკავშირებს. ბანკის გაკოტრების სქემაში პრეზიდენტის ბრალეულობაზე სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გახსნილია დღის ეს და სხვა მთავარი თემები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ვრუნდებით. კახეთში სტიქი დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. ბანკი ქართულ დაზარალებულ კლიენტებს ემსახურება ყველანაირი საკომისიოს გარეშე. კომისია იყო შეამოწმეს. ალბათ რაც საჭირო იყო ისე აგვინაზღაურეს. მრავალშვილიან დედას დედობის უფლების ჩამორთმებით ემუქრებიან. სიღნაღის რაიონის მკვიდრი არასამთავრობო ორგანიზაციას ბავშვების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამდენი გინდა რომ გადაგიხადოო, რომ ამდენი ის რომ ბავშვები რო ყავდა ვერ უვლიო, მინდა რომ კარგ იმაში გაიზარდოს. ოღონ გაყიდვით. არავითარი ბავშვის გაყიდვა არ შემითავაზია. მითხრა რომ მე არ მაქვს საშუალებაო რომ მე შვილი გავზარდო 4 თვის იყო ფეხბურთი როცა მოვიდა. პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში გრძელდება. ილია მეორე დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართა. პუტინმა საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას ორი ქვეყნის დაახლოებასა და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებაში შეაქვს. პრეზიდენტმა უწმინდეს 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წლის თავი მიულოცა. წინასწარი ინფორმაციით აუდიენციის დროს კათოლიკოს პატრიარქმა და ფედერაციის პრეზიდენტმა აფხაზეთის ეკლესიის საკითხზეც ისაუბრეს. შეხვედრას რუსეთის პატრიარქიც ესწრებოდა. მოხარული ვარ შესაძლებლობით პირადად მოგილოცოთ დაბადების დღე და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ დღევანდელ მძიმე პირობებში მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმეერებს შორის. გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით. ასევე მინდა გადმოგცეთ ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ფიქრობ, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის არის, მოგვარდება და ჩვენ ადრინდელივით მოძმეები ვიქნებით. საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტი და პუტინთან შეხვედრა ეწერება იმ საერთო კონტექსტში, რომელიც ბოლო ალბათ 1 თვის განმავლობაში საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაში შეინიშნება. და ამის სიფაკუთხედი არის აფხაზეთის თემის გააქტიურება. აქვე მინდა გავიხსენო აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის თემა, რომელიც დაძრა პრემიერ-მინისტრმა. სრულიად ახალი ტონალობა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ხას უსვამს სრულიად ახალი და უფრო მეტიც იმედის მომცემი. კახეთში კომპენსაციების გაცემა დაიწყო. დილიდან 5 რაიონში რიგები დგას. ივლისის სიტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდმა ქართულ 100 მილიონამდე ლარი გამოყო. თანხა ეტაპობრივად უნდა დარიგდეს. თითოეული ოჯახი კი ზარალის ოდენობის მიხედვით საშუალოდ 6-დან 8,000-მდე ლარს მიიღებს. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მცხოვრები მურად გოგილაშვილი ერთ-ერთია იმ დაზარალებულთაგან, ვინც კომპენსაციის მისაღებად ქართულ ბანკში დილიდანვე მივიდა. კომისია იყო შეამოწმეს. ალბათ რაც საჭირო იყო ისე აგვინაზღაურეს. სარა. ბანკ ქართუს თელავის ფილიალში დილიდანვე ხალხმრავლობა იყო. სტიქი დაზარალებულები საკუთარი ვინაობის ამოკითხვა სპეციალურ სიებში ცდილობდნენ. დღის ბოლოს ბანკიდან დაზარალებულებზე გაცემულმა თანხამ 2 მილიონი შეადგინა. ბანკის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბანკმა გადაწყვიტა სამუშაო საათები გაზარდოს. ნაცვლად 6:30-ისა ბანკი იმუშავებს 7 საათამდე შაბათის ჩათვლით, პლუს კვირას 2 საათამდე. ბანკი ქართულ დაზარალებულ კლიენტებს ემსახურება ყველანაირი საკომისიოს გარეშე. დაზარალებულების საკომპენსაციოდ მიღებული თანხებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, ანაზღაურება სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ადეკვატურია. 7,000 მე გავაკეთებ ათამს გავკაფო გასაკაფი არის ზოგი გასასხლავი არის ვენახიც დავამუშავებ რა ნიადაგები ვენახი და ათამი და მე ზარალას რამდენი არის 13,000 მოყოფილვარ დიდი მადლობა
სოფლების მიხედვით თანხების გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროცესი 5-6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რაც იყო მოსული ეს გავატანეთ უკვე შესაბამის სოფლის გამგებლებს, გამოაკრეს და შესაბამისად მივა ხალხი, იქნება გამოკრული ეს ინფორმაცია ბანკშიც და მოძებნიან თავიანთ თავს და ეცოდინება ვინ უნდა მივიდეს და ვინ როდის უნდა აიღოს. რეგიონში ფულად კომპენსაციას 5 რაიონის 28,500 ოჯახი მიიღებს. თანხების გაცემა ინდივიდუალურად ხდება და ის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიწის ფართობზეა დამოკიდებული. კომპენსაციების გასაცემად ფონდმა ქართულ 100 მილიონამდე ლარი გამოყო. კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას ბავშვების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მრავალშვილიან დედათა დახმარების ცენტრს სიღნაღში მცხოვრები ოჯახი უპირისპირდება. 8 შვილის დედა ამტკიცებს, რომ ცენტრის ხელმძღვანელმა მერვე ბავშვის გაყიდვა შესთავაზა. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა. დავა მალე სავარაუდოდ სასამართლოში გაგრძელდება. სიღნაღის სოფელ ანაგაში მცხოვრები მაია სიფრაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალშვილიან დედათა და ინვალიდ ბავშვთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს ნანა გილაშვილს ბავშვების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. სიფრაშვილის განცხადებით მერვე შვილის შეძენისთანავე გილაშვილმა მას სოლიდური თანხის სანაცვლოდ ბავშვის გაყიდვა შესთავაზა. მას შემდეგ კი რაც ოჯახისგან ბავშვის გასხვისებაზე უარი მიიღო, დედობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. მიზეზად გილაშვილმა სიფრაშვილების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვებისთვის არასასურველი საყოფაცხოვრებო პირობები დაასახელა. ამდენი გინდა რომ გადაგიხადო რომ ამდენი ის რომ ბავშვები რო ყავს და ვერ უვლიო მინდა რომ კარგ იმაში გაიზარდოს. ოღონ გაყიდვით, ანუ უარის თქმა იყო ძალიან სასტიკი, ეს გავიგე, შოკირებული ვიყავი, ავტირდი, ავნერვიულდი. ნანა გილაშვილი ადასტურებს, რომ მაია სიფრაშვილს ბავშვის გაშვილება დახმარების მიზნით შესთავაზა, თუმცა თანხა არ შეუთავაზებია. გილაშვილის განცხადებით, მაია სიფრაშვილი ბავშვებს სათანადოდ ვერ უვლის და ოჯახისთვის გადაცემულ პროდუქტებსაც ყიდის. არავითარი ბავშვის გაყიდვა არ შემითავაზია. მითხრა რომ მე არ მაქვს საშუალებაო რომ მე შვილი გავზარდო 4 თვის იყო ფეხმძიმე როცა მოვიდა ჩემთან. მე ოთხარი გოგო 4 თვი ბავშვის მოკლა. როგორ შეიძლება მე თქვი? ბავშვი განა შეიძლება მოკლა ეხლა მე თქვი აქამდე სად იყავი შენა მე თქვი. ხო და გააჩინე მე თქვი თუ შენ არ გაქვს საშუალება მიეცი ისეც რომელიც დაგიმეგობრებს დაგიმიმავს და გაზრდის აი შენთან ურთიერთობა ექნება და ამ ბავშვებს ღვიძლი დაძმასავით ერთად უზრუნველყოფს მე თქვი. სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღისგან ყოფილებისთვის მრავალშვილიანი ოჯახის მდგომარეობა ცნობილია, თუმცა ისინი საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციას არ აქვს უფლება დედას ბავშვები ჩამოართვას. თუ რაღაც მიზეზები არსებობდა იმისთვის, რასაც შემდგომში ასახელებს, რომ ან დედობა უნდა ჩამო თუ არ იყოს სათანადო პირობები, ამისთვის მას უნდა მოვემართა ჩვენი რაიონგან ყოფილების სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. მაია სიფრაშვილი შესაბამისი უწყებების მხრიდან დახმარებას ითხოვს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. დაახლოებით თავაზობ დაპირებულ კომენტარს ცოტა ხნის წინ დავოში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერის პოსტიდან ირაკლი ალასანიას მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დაიწყო იმით, რომ მას იმის ნაცვლად, რომ თუ ქონდა ამის სურვილი, ჯერ უნდა ეთქვა ჩემთვის და ეთქვა პოლიცსაბჭოზე, განიხილა საკუთარ გუნდში, ესეც არ არის პრინციპში არაფერი ამაში ცუდი არაა, ოღონდაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამან მიიღო სხვა სახე, რაც მიიღო და რაც თქვენც იცით, რომ თელ საქართველოში უკვე საუბრობდნენ. ეს გაუგებრობა იყო და აგიხსენით, რაც გაუგებრობა იყო. ეხლა იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და კოალიცია როგორც ჩამოაყალიბეთ და როგორც მოხდა, გაუგებრობები არ შეიძლება რომ არ იყოს და ესეთი გაუგებრობები დავარქვათ. ნორმალურია რომ ხდება, მთავარია რომ გავერკვით. ჩვენ აბსოლუტურად შევინარჩუნეთ ერთმანეთში ურთიერთობაც, გუნდშიც რჩება და კოალიციაშიც რჩება და ნორმალურია ხდება გაუგებრობები. ჯობდა რომ არ მომხდარიყო. და დღის სხვა მთავარი თემები ცხოვრება ავტოფარეხში ხანდაზმული მოქალაქე ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ლიანა ნებიერიძე თვეებია ისნის რაიონში ავტოფარეხში ცხოვრობს. უსახლკარო დარჩენილს ნათესავები და მეზობლები ეხმარებიან. 7 თვეა უკვე გარაჟში ვარ. ნახევარწელიწადზე მეტია, რაც ლიანა ნებიერიძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე ამ პატარა ავტოფარეხში ცხოვრობს. ნებიერიძეს ისნის რაიონში საკუთარი ბინა ჰქონდა და იქვე ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა. ვაჭრობისთვის აუცილებელი თანხის გამოსატანად რამდენიმე წლის წინ ბინა ბანკში ჩადო. თაღლითების მიერ მოტყუებულმა კი პროცენტი ვეღარ დაფარა და ქუჩაში აღმოჩნდა. ძალიან კარგი გადამხდელი ვიყავი, ძალიან კარგი შვილო. არასოდეს დაგვიანება არც ერთ ბანკში არ მქონია.
ნებიერიძის კუთვნილ ბინაში 2 დღის წინ ახალი მესაკუთრეები შევიდნენ, რაც იქვე ავტოფარეხში მცხოვრებმა ხანდაზმულმა ქალბატონმა მძიმედ განიცადა. ესენიც არატყუიან, განატყუიან. მიასყიდეს უცბად ყადაღა მოიხსნა და მიასყიდეს. ლიანა ბერიძე მეუღლის დანატოვარი ბინის დასაბრუნებლად ბანკებს დახმარებას თხოვს. გადამინაწილონ ბანკში ჩაიდონ. მე იმის თავი და იმის უნარი მაქვს რომ მე გადავიხადო შვილო. მე არავისი ისე ჩუქება არ მჭირდება შვილო. დაყადაღებული და შემდგომში დაკარგული საკუთრების პრობლემით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საკმაოდ ხშირად მიმართავენ. იურისტები ამბობენ, რომ ამგვარად დაკარგული უძრავი ქონების დაბრუნება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მოქალაქეებს პირველ რიგში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ბოლომდე არ აქვს სრულყოფილად გააზრებული, რას ნიშნავს, რა სამოქალაქო რისკი აწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და თავისი საკუთრება, ამ შემთხვევაში უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით, გულისხმობს იმას, რომ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი ან არაკეთილსინდისიერი შესრულების შემთხვევაში უკვე კანონი კონკრეტულად მას კი არ დაიცავს, არამედ დაიცავს უკვე მის კრედიტორს. ლიანა ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ თაღლითების წინააღმდეგ განცხადება მთავარ პროკურატურაში შეიტანა. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ციხეების მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა იცვლება, მოქმედ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს ახალ ჯგუფში სავარაუდოდ აღარ შეიყვანენ. საპყრობილებში მედიის წარმომადგენელთა დაშვების რეკომენდაციით საშუალო აღსრულების სამინისტროს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიმართა. თუმცა უწყება საბოლოო პოზიცია ჯერ არ მიუღია. როდის დაკომპლექტდება საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალი შემადგენლობა, სოფო ზედელაშვილი მუშაობდა თემაზე. ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის აღდგენის პროცესი ჭიანურდება. სასჯელ აღსრულების ყოფილი მინისტრის გიორგი ტუღუშის მიერ დამტკიცებულმა 51 კაციანმა ჯგუფმა საქმიანობა 2013 წლის 1 იანვარს შეწყვიტა. ახალი ჯგუფის შექმნას კი სამინისტროში არ ჩქარობენ. ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ჟურნალისტები და მოქმედი ადვოკატები დიდი ალბათობით ახალ ჯგუფში ვეღარ მოხვდებიან. აპრიორი პროფესიული ნიშნით ამ ადამიანების ამოგდება ჯგუფიდან არის დაუსაკუთრებელი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ახალი მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციები სამინისტროს უკვე გადაუგზავნა. უნდა არსებობდეს ერთიანი წესები, რომ ამ წესებს დაემორჩილება მონიტორინგის წევრი, ბუნებრივია მისი მონაწილეობის შეზღუდვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კეთილი ინებოს სამინისტრომ და ესეთი რაღაცა შიდა მოხმარების დოკუმენტი გააკეთოს, ან თუნდაც იმ მონიტორინგის ჯგუფმა, რომლითაც იხემძღვანელებს თითოეული წევრი. ფორჯის კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილი სურვილის მიუხედავად ტუღუშის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფში ვერ მოხვდა. ის ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და მოქმედი ადვოკატების მონიტორინგის ჯგუფიდან ამოღება სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორს შორის დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა. ვეთანხმები, რომ ეგრეთ წოდებული ნიუსების და ინტერვიუების გამოსატანად არ უნდა გამოიყენონ მონიტორინგის ჯგუფის წევრობა. და ეს წევრობა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ვითარება გახდეს უფრო უკეთესი ვიდრე არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მონიტორინგის ჯგუფის მანდატით ციხეში ყველაზე მეტი 124 ვიზიტი განახორციელა. ის ამბობს, რომ ახალი წესების მიხედვით ჟურნალისტს იმაზე მეტი ინფორმაცია ვერ ექნება, რაც მონიტორინგის ანგარიშებში უნდა მოხვდეს. თუ საბჭო საერთო ჯამში თავის ანგარიშში ასახავს ციხეში ნანახ სიტუაციას სრულად და მიუკერძოებლად, მაშინ ის შიში, რაც ზოგიერთ არასამთავრობოს აქვს, რომ ჟურნალისტებმა შეიძლება უფრო მეტი რამ თქვან და რაღაცა არასწორად გამოიტანონ, არის უსაფუძვლო. საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლები სახალხო დამცველთან შეხვედრას გეგმავენ. ზოგადი აკრძალვა, ან უნდა იყოს პროფესიების, თუმცა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. თუ მივიღებთ ერთ ჟურნალისტს, მაშინ რა დააშავა სხვა ჟურნალისტმა. როდი შედგება მონიტორინგის ახალი ჯგუფი და ვინ იქნება მის შემადგენლობაში, ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ სასჯელ აღსრულების სამინისტროში. სადაც გითხრეს, რომ მათი პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. დაბალფაზად შეძენილი საწოვი და დაზოგილი 20 მილიონი სახელმწიფო უწყებების საწოვის მოხმარების დროს ტალონების ნაცვლად ელექტრონულ საბარათე სისტემებით ისარგებლებენ. ექსპერტები დაბალფაზ საბითუმო ბაზარზე არსებულ კონკურენციას უკავშირებენ. საცელო ბაზარზე კი მაღალი ფასი ჯერ ისევ ნარჩუნდება. 2013 წელს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის 70 მილიონი ლიტრი საწოვი მთავრობამ ერთიანად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეისყიდა. კონკურენციისა და სახელმწიფო შეწყვეტების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის დავით მარღანიას თქმით, ამ ოპერაციით სახელმწიფო წლის განმავლობაში 20 მილიონ ლარს დაზოგავს. კიდევ ერთი სიახლე 2013 წლიდან სახელმწიფო ორგანიზაციები საწოლს ტალონების ნაცვლად ელექტრონული საბარათე სისტემით მიიღებენ. ჩვენი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდა ვაჭრობა, სადაც მიმწოდებლებს უკვე იმისთვის რომ მოეგოთ ისა თუ ის ტენდერი, ამა თუ იმ საწოვის მარკაზე გამოცხადებული ტენდერი, მათ მოუწიათ ასე ვთქვათ შეჯიბრება ფასებში და სწორედ ამან გამოიწვია დაბალ ფასზე ჩამოსვლა. ლუკოილ
ყოფილმა რომპეტროლმა და ვისლმა საცალო ქსელთან შედარებით სახელმწიფოს საწვავი იაფად მიჰყიდეს. კომპანიების წარმომადგენლები დაბალფას ერთიან შესყიდვას უკავშირებენ. რადგან სხვა რაოდენობის ანუ უფრო დიდი რაოდენობის საწვავს იწევენ ხოლმე, ასე შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ორგანიზაციას და ვებგვერდზე და სხვა გამოკლული შევთავაზოთ მათ სპეციალური ფასები, თუ ისინი შეეწყვეტენ საწვავის დიდ მოცულობას. აქამდე იყო ტენდერების სხვა სისტემა. ყველა სახელმწიფო შემსყიდველი ყიდულობდა საწვავს ინდივიდუალურად, მას შემდეგ რაც გაჩნდა ერთი დიდი შემსყიდველი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში არ არის არავინ სხვა. ვფიქრობ, რომ მას ფასდაკლება უნდა კონდეს სწორედ ისეთი, როგორიც აქვს, ანუ ყველასაგან განსხვავებული. უპრეცედენტოდ დაბალფას ექსპერტი ბექა კემულარია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერით და კონკურენციით ხსნის. რაც შეეხება საცალო ბაზარს, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს კონკურენცია, მაღალი ფასი კვლავ ნარჩუნდება. კემულარიას თქმით, აუცილებელია 2012 წლის მარტამდე არსებული კანონმდებლობის აღდგენა, რომელიც მონოპოლიურ ფასებს დაარეგულირებს. წინა მოწვევის პარლამენტმა ადგა საერთოდ გააქრო ეს მუხლი კანონმდებლობიდან. ანუ ფაქტიურად უკანონობა და დანაშაული დააკანონისა. საწვავის ბაზარზე დაბრუნებას აპირებენ წინა ხელისუფლების დროს გამქრალი კომპანიები სენტა და მაგნატი. ექსპერტების აზრით საცალო ქსელში საწვავის ფასი მას შემდეგ შემცირდება, რაც ბაზარზე ახალი კომპანიები გამოჩნდებიან და კონკურენცია გაიზრდება. ინიშნებიან თუ არა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით. შეცდომა და სპორტის პოლიტიზირება ასე აფასებს უფლებადამცველთა გაერთიანება ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტად პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძის დანიშვნას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფეხბურთის ფედერაციაში პოლიტიკოსების მოსალოდნელ გამოჩენაზეც საუბრობს. ბრალდებებსა და პრეტენზიებს არ იზიარებენ სპორტის სამინისტროში. უფლებადამცველთა გაერთიანება სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად პოლიტიკოსთა დანიშვნას აპროტესტებს. ნიკოლოზ მჟავანაძე სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობაზე დანიშვნის დროინდელ განცხადებებს იხსენებს, როდესაც ის მთავარამოცანად პოლიტიკისგან სპორტის განთავისუფლებას სახავდა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ძველი მთავრობის მიერ დაწყებული პოლიტიზირების ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ზურაბ აბაშიძის ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაციაში არჩევა არის შეცდომა. მოუწოდებთ ქართულ ოცნებას თავი შეიკავონ სპორტულ ფედერაციებში პოლიტიკური ფიგურების წარდგენაზე. თავად ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მოწვევა ფედერაციიდან მიიღო. დეპუტატი შეთავაზებას ერთი მიზეზით დათანხმდა. მიიჩნევს, რომ საქართველოში ნაკლებად განვითარებული სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციას და ინვესტორების მოზიდვას შეძლებს. ეს იყო მიზანი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობებით, როგორც საერთაშორისო, ესე ქვეყნის შიგნით, უფრო მეტი დონორების მოგვეზიდა და ბუნებრივია მეტი ხელშეწყობა გაგვემახვილებინა ამ სპორტთან დაკავშირებით ბეისბოლის. ეს იყო აბსოლუტურად კეთილი ნება მათი მხრიდან და ბუნებრივია მე არ მქონდა უფლება არ დამთანხმებულიყავი. სპორტის პოლიტიზირებასა და ფედერაციის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას გამორიცხავენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტიც. ჩვენ არ ვერევით და შესაბამისად მე არ მაინტერესებს ამ წუთში ვინ იყო არჩეული. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ადამიანის უფლებაა იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. პოლიტიკური ნიშნის დანიშნები ხდებოდა სწორედ ასონალების დროს. როცა პარლამენტში ხასთეთით ჩხუბში გამონელი ყოჩაღობისათვის პეტრე სისხარიშვილი კრივის ფედერაციაში დაენიშნა. რაც შეეხება ბეისბოლის ფედერაციას, 2 თუ 3 ათეული კაცი თამაშობს საქართველოში ბეისბოლს და ბარაქალა მათ რომ ასეთი კარგი დიპლომატი და ასეთი უმციკლო ბიოგრაფიის კაცი მოახერხეს და აირჩიეს. უფლებადამცველთა კავშირის ხელმძღვანელის ინფორმაციით პოლიტიკური ნიშნით დანიშნები იგეგმება ფეხბურთის ფედერაციაშიც. თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ სპორტის სამინისტროსა და თავად ფეხბურთის ფედერაციაში. ჩვენ ეგეთი ინფორმაცია არ აგვაქვს. დღეს დილას მართლა არავის არ დაურეკია და არაფერი არ უთქვია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც მუშაობდით და თუ რამე ჩარევა იქნება აუცილებლად გეტყვით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 2015 წელს აირჩევენ. ამ ეტაპზე კი არჩევნები უკვე ჩატარდა იმ 27 სპორტულ ფედერაციაში, რომელთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურათ. 2500 მონაწილე და 50-მდე ქვეყნის ლიდერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მიმდინარე 43-მე ფორუმში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს. დაგეგმილი ასევე შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის პირველ დღეს კი პრემიერი უკვე შეხვდა სოროსის ფონდის დამაარსებელ ჯორჯ სოროს. სახელმწიფო ლიდერებთან და ბიზნესმენებთან ერთად ფორუმს ასევე ესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის და მსახიობები. ჩვენი კორესპონდენტი დღეს პაულო კოელიოს ესაუბრა. გვანცა პაპავაძე აშუქებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და ის ახლა დავოსიდან ისაუბრებს. გვანცა გისმენთ.
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მანამდე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჯორჯ სოროს და ასევე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის. მისი განცხადებით საქართველოში აუცილებლად შეიქმნება რეალური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკა აღორძინებას დაიწყებს. ქართველი ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დაწყებამდე ასევე კომენტარი გააკეთა ჯორჯ სოროსმა. მისი განცხადებით საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო შეხვედრებზე ძალიან კარგი და საინტერესო შეთავაზებები აქვს. პრეზენტაციას ალბათ არ დავარქმევთ, მაგრამ მე საქართველოსზე და ჩვენ საქართველოს ინტერესებზე და ეკონომიკურ ინტერესებზე ძალიან ბევრი შეხვედრა მექნება. ნუ ახლა როგორ მოგიყვეთ არ ვიცი აქ რომ დავაინტერესოთ და რეალობა აუხსნათ. იქაც დამისვეს შეკითხვა ამ ფორუმზე დღეს რომ რამდენად ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო იქნება მომავალში, თითქოს ხმები ჩამოდის რომ იქ შეიცვალა რაღაც მეოთხე პირიქით, შეიცვალა უკეთესობისკენ. დავოს ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანებებს ძალიან საინტერესო გარემოს თავაზობს. წინა მთავრობამ შექმნა დამოუკიდებელი და თავისუფალი საკანონმდებლო ორგანო. ეს სწორად წინა მთავრობის კეთილი ნების დამსახურება იყო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს პრეზიდენტი ახდენდა. დღეს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, თუმცა მის გამოსვლამდე წარმოადგინეს სამი ეგრეთ წოდებული სცენარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი წარმოადგინა რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა. მისი განცხადებით ეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური რეფორმების არარსებობაა, თუმცა დიმიტრი მედვედევმა უფრო პოზიტიურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუსეთი არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, თუმცა გარე რისკები დიდი საფრთხის შემცველია. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. განვითარება, გაზრდა და ეფექტურობის ზრდა, ასევე კონკურენტული გარემოს შექმნა იქნება რუსეთის 2013 წლის მთავარი პრიორიტეტები. С другой стороны, неправильно считать, что мы стоим на месте. არასწორია ვთქვათ, რომ ერთ ადგილზე ვდგავართ. მინდა პირდაპირ თქვა, რომ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იქიდან, რაზე ჩვენ ვლაპარაკობდით და ეს უნდა დაინახო. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით დაუშიც პირდაპირ ამ სცენიდან.